ენოქის წიგნი თავისუფლად ხელმისაწვდომია. განხილულია დოკუმენტურ ფილმებში და YouTube-ზე, თუნდაც ამ ვიდეოს სახით. ენოქის წიგნი არ ითვლება წმინდა წერილად. მას განიხილავენ როგორც ისტორიულ რელიგიურ ტექსტს ან იუდეურ აპოკრიფულ ლიტერატურას. მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალია, ეკლესია არ კრძალავს მის საკითხს, უბრალოდ არ აღიარებს მას როგორც ავტორიტეტულ სწავლებას. გამონაკლისია ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესია, სადაც ის დღემდე კანონიკურია. მაინც რატომ არ ბაძავს ეთიოპიური ეკლესია სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს და არ იღებს სწავლებიდან ენოქის ტექსტს? მათ მიაჩნიათ და ჩემი აზრით სწორადაც, რომ ესეც ბიბლიურ ამბებთან დაკავშირებული ტექსტია და შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე სწორი შინაარსის მატარებელიც. ამიტომ მათი აზრით საზოგადოებამ მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ ყველაფერი, რაც რელიგიურ წარსულთანაა დაკავშირებული. თუნდაც არ იყოს მართალი და უბრალოდ მითიური თხზულება იყოს. ის მაინც ბიბლიასთან, ღმერთთან და კაცობრიობის წარსულთანაა დაკავშირებული. და მაინც, რა დამანული ცოდნაა ენოქის ნაწერებში? პირველი, დაცემული ანგელოზების ცოდნა. მეორე, სამყაროს სტრუქტურის ხილვა. მესამე, საბოლოო სამსჯავრო და ისტორიის სქემა. მეოთხე, რჩეული ადამიანის ფიგურა, ცოდნის ორმაგი ბუნება. დაცემული ანგელოზების ცოდნა. ენოქში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ეგრეთ წოდებულ მხედველებს, watchers. აღწერილია როგორც ანგელოზები, რომლებსაც ადამიანებს გადასცეს აკრძალული ცოდნა შემდეგი მიმართულებებით: მეტალურგია, ანუ იარაღის ამზადება, ასტროლოგია, ოკულტური, მაგიური პრაქტიკები, კოსმიური ციკლების ცოდნა. ტექსტის მიხედვით, პრობლემა ცოდნა კი არ არის, არამედ მისი არასწორი გამოყენება და ის, რომ ეს ცოდნა ადამიანებს ადრე მიეცათ. სამყაროს სტრუქტურის ხილვა. ენოქს აძლევენ უნიკალურ შესაძლებლობას იხილოს კოსმოსის მოწყობა. დიდია, რომ სამყარო მკაცრი წესრიგით იმართება. საბოლოო სამსჯავრო და ისტორიის სქემა. ენოქი აღწერს, როგორ დაირჩებიან დაცემული ანგელოზები, როგორ გასამართლებიან ადამიანები, როგორ დამყარდება სამართლიანობა. რჩეული ადამიანის ფიგურა. ენოქში ჩნდება იდუმალი ფიგურა, სამართლიანი მეფე, რჩეული, რომელიც იჯდება ღმერთის ტახტთან, გაასამართლებს სამყაროს, აღანდგეს წესრიგს. ცოდნის ორმაგი ბუნება. თავარი ფილოსოფიური ხაზია, ცოდნა შეიძლება იყოს ღმერთისგან ბოძებული ან არასწორად მიღებული. ენოქი ხაზს უსვამს. პრობლემა ცოდნაში კი არა, მის წყაროსა და გამოყენებაშია. ენოქის წიგნი არ გვაძლევს მარტივ პასუხებს. ის არ გვეუბნება რა არის სწორი და რა არა. ის გვაჩვენებს სამყაროს, რომელიც უფრო რთულია, ვიდრე ჩვენ გვინდა რომ იყოს და ვიდრე დღევანდელი სახით ბიბლიური სწავლებები გვთავაზობს. სადაც შეცდომა შეიძლება ზეციდანაც მოდიოდეს. და სადაც ადამიანი ყოველთვის არ არის ერთადერთი დამნაშავე. შესაძლოა სწორედ ამიტომ აღარ არის ის მთავარი რელიგიური ნარატივის ნაწილიც. ეს ვიდეო სრულად ნახე კოდის YouTube არხზე. გამოიწერე კოდი და ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო.